სომხეთის საქართველოს ნაცვლად რეგიონულ და მსოფლიო ასპარეზზე ტრამპმა მშვიდობის საბჭოს წევრად სომხეთი მიიწვია საქართველოს საბჭოში შემავალი ქვეყნების მიღმა დარჩა. ბოლო 1 წლის განმავლობაში ოცნების პოლიტიკური ნაბიჯების გამო შტატებმა ჩვენს ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. სომხეთმა კი ამერიკასთან გრძელვადიანი პარტნიორობის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ოცნება დიდი ხანია ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების ნორმალიზებას, პარალელურად კი მას თავს ესხმის. დღეს მორიგჯერზე გამოქვეყნდა ოცნების პროპაგანდისტი ზაზა შათირიშვილის წერილი, სადაც ის ამტკიცებს, რომ Deep State ამერიკას ტრამპის ხელით მართავს. ზელენსკი აცხადებს, რომ დავოსში ტრამპს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგს მოიტანს და შეთანხმების დოკუმენტი მზად იქნება. ამერიკასთან შეხვედრები ყოველთვის კონკრეტული შედეგებით უკრაინის გაძლიერების ან ომის დასრულების მოახლოების მიზნით უნდა დასრულდეს, განაცხადა ზელენსკიმ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ტრამპს გრენლანდიის ანექსიის ალტერნატივა პირადად შესთავაზა. CNN ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე ეხება გრენლანდიის ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციების შეზღუდვას ან მთლიანად დაბლოკვას. შესაძლოა პირველად გამოვიყენოთ იძულების საწინააღმდეგო მექანიზმი ამერიკის წინააღმდეგ, თქვა მაკრონმა და ვაშინგტონი ევროპის დასუსტების მცდელობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ტრამპმა გრენლანდიის საკითხზე წინააღმდეგობის გამო ევროპულ ქვეყნებს 10%-იანი ტარიფების დაწესება დაუანონსა.